საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში სსრგ-ს რესპუბლიკები არეულობამ და ქაოსმა მოიცვა. ბუნებრივია საქართველოშიც მოვლენები უმძიმესად განვითარდა. 1989 წლის 9 აპრილს სსრგ-ს ჯარებმა თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირობებში და ქვეყანაში განვითარებული არეულობის ფონზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში თვითგამოცხადებულმა ხელისუფლებამ ადგილობრივი სამხედრო გაწვევა გამოაცხადა. ახლად შექმნილმა თვითგამოცხადებულმა აფხაზურმა გვარდიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დაიკავა. მოგვიანებით კი აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება აღადგინა. ამის საპასუხოდ თბილისში დროებით მოქმედმა სახელმწიფო საბჭომ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ტერი რო შეუვა სახში, ნებისმიერი აიღებს იარაღს. და იგივე გავაკეთე მე და მიუხედავად იმისა, რომ დავრჩი ინვალიდი და ნახევარი სხეული დაგლეჯილი და დაფლეთილი მაქვს, არ ავნანობ. ეხლაც რო დაიწყო საომარი ვითარება, ეხლაც წავიდოდი. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 47 წლისა ვარ, მაინც წავიდოდი. მე ვარ ვლადიმერ ერემიანი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი აფხაზეთში და სამაჩაბლოში. მე გახლავართ მამუკა არეშიძე, პროფესიით ჟურნალისტი. აფხაზეთის კონფლიქტში მონაწილეობდი როგორც ჟურნალისტი, როგორც რეპორტიორი. ხოფერია არჩი. არჩი ხოფერია, ჩემი ძმა ჯამბულატ ხოფერია. 24 ბრიგადის აღმოსავლეთის ფრონტის მხედრიონის შემტევთა მეთაური ლანჩხუთის მხედრიონი. აპრილი იყო პირველი დაპირისპირება ცენტრსა და რეგიონის მოსახლეობას შორის. ეს ხდებოდა, ესე იგი, სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ეს ხდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ის დაპირისპირებები, რომლებიც არსებობდა იქაურ ეთნოსებს შორის, ეს ნელ-ნელა ზედაპირზე ამოტივტირდა და მოკლედ ანტიცენტრისტული მიღრობა დაიწყო ძალიან სერიოზულად. ამ შემთხვევაში საქართველოში მოვიდა ზვიად გამსახურდიას მთავრობა. რასაკვირველია, საბჭოთა ხელისუფლება ასე ვერ შეურიგდებოდა და მოსკოვი ვერ შეურიგდებოდა დაკარგვას თავისი გავლენების სფეროში და ამიტომ დაიწყო კონტრღონიძიების გატარება, შეიქმნა ეგრეთ წოდებული ინტერფრონტები, განსაკუთრებით ეს იყო ნაციონალურ რესპუბლიკებში, ავტონომიურ ოლქებში, ავტონომიურ რესპუბლიკებში. მათ შორის ანალოგიური ვითარება შეიქმნა აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში და დაიწყო ეს მოძრაობები იქაც. აფხაზეთში ჩამოყალიბდა აიდ გილარა, ესეთი სახალხო ფრონტი ერთგვარი, ცხინვალში ჩამოყალიბდა ადამონი ხასის სახალხო ფრონტის მაგვარი, ინტერფრონტის მაგვარი ორგანიზაცია და დაიწყო ანტიცენტრისტული, ამ შემთხვევაში ანტითბილისური მოძრაობები, რომელიც მხარდაჭერილი იყო მოსკოვის მიერ. ამას ამ დაპირისპირებებს ორივე შემთხვევაში მოყვა უკვე საომარი მოქმედება. საშუალებას უნდა ითქვას, რომ ქართული მაშინდელი ხელმძღვანელობის მიერ დაშევული იყო სერიოზული შეცდომები. ანუ პრინციპში შექმნილი იყო პროვოკაციული ვითარება მოსკოვის მიერ, პროვოკაციული ვითარება გულისხმობს ხაფანგს და ამ ხაფანგში თავი გაყო მაშინდელმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, მაშინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. საბოლოო ჯამში ამას მოყვა ომი. ჩვენთან ერთად თავისთავად იყვნენ ამ ქვეყნის შვილები, ვინც აქ ცხოვრობდა. ყველა რუსი, სომეხი, ქურთი, იეზიდი, ვინმე არ მინდა გამომჩეს ოსი, ვინც საქართველოს თulis საკუთარ სამშობლოს და ისინიც ისე გმირულად, კაცურად, ადამიანურად
ვაშკაცურად იბრძოდნენ ამ მიწისათვის, როგორც ქართველები. თოლე მეომრები ავტობუსებით ოჩამჩილისაკენ გადახარდა. დაპირისპირების ისეთი კერები გაჩნდა, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. თქვა ეთნოსებს შორის, ხო? საბოლოო ჯამში გამოიკვეთა საინტერესო სურათი, მაგალითად აფხაზეთს ყავს ქართველი 16 გმირი აფხაზებს ამ ომის შედეგად. ლეონის ორდენის კავალერი. ეს თავისთავად მანიშნებელია იმისა, რომ კონფლიქტი იყო პოლიტიკური და არა ეთნიკური, როგორც ხშირად მოსკოვში ასახებენ ხოლმე ამას. გარდა ამისა, იქ მაცხოვრებელი ერების გაყოფა და მათი მონაწილეობა დაპირისპირებული მხარეების ხალხსაჭირად. ყველასთვის ცნობილია მაგალითად თბილისში ნებისმიერ შეულებითაც, რომ სამეხი მოსახლეობა იყო აფხაზების მხარეს. იქაური სამეხი მოსახლეობა. რაც პრინციპში რეალური სურათი არ არის და არ ყოფილა ასე, მთლიანად რო ყოფილიყო აფხაზურ მხარეს, იქაც გაყოფილი იყო საზოგადოებრივი აზრი და გარდა ამისა, სამეხი მოსახლეობა მაშინ და საქართველოში მარტო აფხაზეთში არ ცხოვრობდა, ცხოვრობდა დანარჩენ საქართველოში და ეს მოსახლეობა სხვანაირად იქცეოდა და ავსებდა ქართული არმიის რიგებს. სადაურები ხართ ბიჭებო? თბილისელები ვარ. რამდენი ხანი აქ ხართ? ნაცისამები დაიწყო უკვე აქ ვარ. ეროვნებით ქართველები ხართ? სომხები ვარ. სომხები. რამდენი ხართ? სომხები, ნახევარი კილო, კიდე ნახევარი კილო, 1 კილო კიდე არის, კიდე 2 კილო. ბატონო? სოხი სომხები ვარ. დიდი ხანია იბრძო. ღარიბოვი ანდრო თბილისი გამრო. ნაზაროვი როდო თბილისი გამრო, სადესანტო სასტორმო ასეულიდან. მე ვარ ლიოვა ასატრიანი, საჯისანტო მოერიში ბატალიონის კაპიტანი. ედუარდ მაკრჩა, დაბადებული თბილისში, მომეწია ყოფნა ცხინვალში, აფხაზეთში დავიჭერე. ის რომ სომხები მონაწილეობდნენ ამ ომში, ჩანდა. მიაქციეთ ყურადღება სიტყვა ჩანდას. ჩანდა რომ მონაწილეობდნენ ორივე მხარეს, მაგრამ ისმოდა ბაგრამიანის სახელი. ერვანდ მარუტიანი, დაბადებული ქალაქ ბოლნისში. ვიყავი ბოლნისის ბაშიაჩუკის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის წევრი. რაფაელ დოლინიანი, ვარ სამაჩაბლო აფხაზეთის ომის ვეტერანი. ის ბიჭები, რომლებიც აქეთ ამ მხარეს, ქართულ მხარეს იბრძოდნენ და საკმაოდ ეფექტურად თან გმირულად იბრძოდნენ, ბევრი მათგანი დაიღუპა კიდევაც, ამათი გვარები და სახელები არ ფიგურირებდა არსად. თვითონ ომის დროსაც კი. საერთოდ, როცა კონფლიქტი დაიწყო და საფუძველი ჩაეყარა იქიდან მხრიდან ამ ბაგრამიანის ბატალიონს, ანუ ტერმა მოახერხა ამ ყველაფრის ორგანიზება და დაუშვით ჩვენ შეცდომა. ჩვენ ხელმძღვანელობას, ანუ სამხედრო ხელმძღვანელობას მივმართი ამ წინადადებით, რომ ჩვენ შეგვექმნა მსგავსი შენაერთი და თუ იქიდან იყო მარშალი ბაგრამიანი, ჩვენ შეგვექმნა სომხური სამხედრო შენაერთი, ანუ სადაც თავარი ელემენტი იქნებოდა სომხური, რა თქმა უნდა ქართულთან ერთად და ამის შესაძლებლობაც იყო, ამის ხალხიც იყო, იმიტომ რომ უამრავი სომეხი ომობდა ქართულ მხარეს. ქართველებთან ერთად, მაგრამ არ იყო ცალკე შენაერთი და შევთავაზე რომ ჩვენი იგი ყოფილიყო და დაგვერქვია ჩვენი დიდი დედოფლის სახელი წმინდა დედოფალ შუშანიკის სახელობის ბატალიონი, ასეული, პოლკი თუ ასე შემდეგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა ვიცი, ვერ მოხერხდა. ფებში მაგარი მანქანა. Слушай, в этой стороне у тебя нету балкона? А, нету, да? Андрюха, братуха! Красный тебе прыгал в нем. Простой портной. Шил. Дом моды работал. Шил в брюки. Друзья. Молодой был тогда, еще 25 лет после армии. Работали все, дружили. Нацию никто не выбирал. Все как бы братья были. Родные люди были. Ну вот. Все разрушили за один миг.
Джамал, с Нижней Ощеры первый раз переход когда был? 15-16 марта. 15-16 марта, вот. А потом через Верхнюю Ощеру мы уже на 9-ке стояли. И я был на пулемете, взял пулемет, поднялся наверх, меня посадили в блиндаж, чтобы я отсекал им подход, чтобы не дал им их силы, чтобы подняться. ჯემალ სვანიძე ყოფილი 23 ბრიგადის მერვე ბატალიონის პირველი ასეულის მეთაური. Ათას 1992 წელს საბჭოთა კავშირის ჯარიდან გადავედი ჩემი პატაკით გვარდიის სამმართველოში. მე 1992 წელს მე როგორც კავშირის გაბოლოების მუშაკი მივიღე დეპეშა აფხაზეთიდან. 12-ში ყველა ვემზადებოდით რომ გავსულიყავით აფხაზეთის მხარეს. ჩვენ რომ მივდიოდით ჩვენი კავშირის გაბოლოების მანქანით, გაში ისე შესტი იყო. ეგ მანქანა ჰქონდა წაღებული ენზედან. ჩვენი მანქანა იყო ტიტოვანის დაცვასთან ერთად მოვუძლებდით. და მეორე ჩვენი კავშირის გაბოლოების მანქანა იყო წინა ხაზზე. და ის გვეუბნებოდა რა ხდებოდა წინ და უგზავნიდა ინფორმაციას, ჩვენ ვეუბნებოდით დაცვას ტიტოვანის და თუ რაღაცა ისეთი სახიფათო იყო, კალონა დგებოდა. 17 აგვისტოს ბრძანება გადმოგცეს ჩვენ რომ უნდა გავიდეთ წინ რა სოხუმისკენ. უნდა გავსულიყავით და მე მომხდა ტანკის ნარადი. იქ დავიჭერი კელასურში. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი და ამავდროულად ქართული სამხედრო შენაერთების პირველი მძიმე მარცხი ქალაქ გაგრის დაცემა გახდათ. 1 ოქტომბერს აფხაზურმა მხარემ ჩრდილოეთ კავკასიელების და მათი სხვა მხარდამჭერების მეშვეობით რამდენიმე კვირით ადრე დაარღვიეს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება და თითქმის დაუცველ ქალაქ გაგრას შეუტიეს. ქალაქი ქაოსმა მოიცვა. მისი დაცვა სულ რამდენიმე ათეულ სამხედროს და ადგილობრივ მოხალისეს მოუწია. მათ შორის იყო თბილისელი სერგო დავიდოვი, რომელმაც უკანასკნელად გაიბრძოლა გაგრის დასაცავად თავის სხვა თანამებრძოლებთან ერთად. სერგო დავიდოვი გავიცანი 1999 წელს ნაგასაქვეთა სამინისტროს პირველადი მომზადების და გადამზადების სასწავლებელში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე და სერგოს ურთიერთობა 1990 წლის ბოლოდან, როცა სამაჩაბლოს პირველ ბრძოლებში მოგვიწია ყოფნა ერთად. სერგო იყო საბჭოთა არმიაში ნავსახურები, რომელსაც გავლილი ჰქონდა სამსახური 80-იან წლებში ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სერგო იყო თავიდან ბოლომდე საბრძოლო საქმის სპეციალისტი, საუცხოოდ ფლობდა ყველანაირ საბრძოლო შეიარაღებას და მიწიზე და სამხედრო ტექნიკას, იყო ტაქტიკურად განვითარებული. საომარი მოქმედებების დროს ძირითადად გაგრაში როცა მოგვიწია უკვე ყოფნა, ნებისმიერი სახის დახმარებას უწევდა სხვადასხვა დანაყოფის მებრძოლებს, ეს იქნებოდა შეიარაღების შეკეთებაში, საბრძოლო ტექნიკის ამუშავებაში თუ ასე შემდგომ. 3 სექტემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას იმას სამშვიდობო შეთანხმებას 92 წლის ჩამოიყვანეს ბავშვები, ჩაგახსნეს სკოლები და დაიწყო სწავლა იმაში. სკოლებში ჩვეულებრივად ბაღები ფუნქციონირებდა, ქალაქი დუღდა ყველაფერი. 1 ოქტომბერს დაიწყეს შტურმი. ჩვენ ამ დროს გვიწევდა ჩვენ ჯგუფს სხვადასხვა ადგილებზე, ლოკაციებზე ყოფნა და თებში ვიყავით ერთ-ერთ უღელტეხილზე ზემოთ ასულები. გათენებისას ამოგვაკითხა გაგრის პოლიციის უფროსის მაშინდელი კომენდანტის მოადგილე იყო იმის მძღოლმა, რომ გაგრაში შემოსვლა დაიწყეს უკვე. გაგრაზე შტურმიაო, იქიდან არ ჩამოვა, მოშორებით ვიყო და სასწრაფოდ იმეთი BMP-ი ჭირდება თქვენი დახმარება და ჩამოდით ქვემოთო რა. ჩვენ რო გაგრაში ჩამოვედით უკვე
ერთი ესეთი პატარა ქუჩა როგორც აბაშაში არის და ჩვენ ესე ხმიდან ჩამოვიდეთ და აი აქ რო იყოს უკვე მთელი გაგრის მოსახლეობა აბსოლუტურად შეყოლა თავმოყრილი რა და შტორმი დაწყებული არის ღამე შემოდიან უკვე იღებენ გაგრას და დავალებაც იყო ბრძანებაც იყო მაგრამ არ გჭირდებოდა ჩვენ დავალება და ბრძანება უბრალოდ საკითხი იყო ესეთი რომ ქალაქში დარჩენილი არის მოსახლეობა ეს უცებ რომ მოხდა ყველაფერი ვერ ახერხებს უკან გამოსვლას ისინი მოდიან და მოდიან რა ვერ ახერხებს გაგრის დაცემის დროს რომ ჩამოვედით ჩვენ სალაპარაკოდ ვიყავით ბენეპე და გადოს მე და სერგო ერთად ვიჭიქით ბენეპეში მე რო გადმოსული ვიყავი ერთი იყო ჩვენი გოგიტა კიკნაძე რომელიც იმ დღეს დაიღუპა მაშინ მათ ის ჩაძვრა შიგნით და დახურა შიგნით იცოდა რომ გავაგდებდით იქიდან რა ისი ქაუნდა ყოფილიყო პატარა იყო რა სერგომ ცხონებულმა თქვა ეგდოს ჩემ გვერდზე რომ დაცული მაინც იქნება გარედანო აი ხო იცი ტყვეებიდან რაღაცა და ჩვენ გარედან დაარჩი გარედან ეს სერგოს სიტყვებია რასაც გეუბნები ის დარჩა შიგნით მე რო შევედით უკვე ბრძოლები და რაღაცეებით ის სერგოს ეხმარებოდა შიგნით იმეც სნარიადებს აწვდიდა სერგო ისროდა სერგო ბომბავდა იქ აურობას რა ბეები და რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ უცებ გაისმა ხმა რომ ჩვენები ბრუნდებიან უკნიდანო და ერთი ბეები მოდის მოსახმარებლად ეს უცებ ისეთ სწრაფად მოხდა და წამებში მოხდა ყველაფერი რომ გააზრება ვერც მოასწარეთ ამ დროს გაისმა სროლის ხმა და ბეების აი მომავალი ბეების შეჯახების ხმა და სინამდვილეში აღმოჩნდნენ არა ჩვენები არამედ აღმოჩნდა მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო დანაყოფის მანქანა დაეჯახა შეაჭდა ის შეესრულა გაიგე და იმ სადაც ლუკი იყო სადაც გოგიტა კიკნაძე და სერგო იჯდა ის თლიანად მოწყვიტა მე და მამუკამ ესენი არ მივატოვეთ ჩავდეთ რაფში რაფი იყო იმ რაფში ჩვენს გარდა კიდე სხვა დაჭრილებით ჩაჯდნენ ადგილობრივები და შერეული ხალხი იყო ავისადა დინამო სტადიონიდან ხალხი რო იშლება და რო გამოდის როგორი პროვოკაა და როგორი ხალხია ხო წარმოდგენილი აქვს ეს ხალხის რაოდენობა დახვდა ჩვენ რაფით მოვდივართ ჩეჩნები აფხაზები რუსები კაზაკები მოდიხარ და სიკვდილის თვალებში უყურებ ხო ვერსად ვიმდი ხა გზაზე გაიარო და იქ ამდენი ხალხის რაოდენობა შეხვდე სადაც აკეთე ვერაფერს ხო ხელების აფარებები და რაღაცეები წავიდა და გავიარეთ გაგვატარეს ყამა თუმე გაგრა აღებული აქვს და პროსტო ეს პატარა ჯგუფი მანქანით რო გამოდის ვეღარ წარმოიდგინეს მე მაგას მივხვდი სამშვიდობოს გასვლამდე სულ გვაკდა 60 მეტრი მაგრამ არ დაგცალდა ყიამქევია მსხვილკალიბრიანი იმან გაუშვა ოჩერედი პიტაბინ აბრამში რომ მიდიოდით რა რო განათდა ყველაფერი უკვე მე არაფერი არ მახსოვს და ჩემთან ერთად მეორე იყო მამუკა ხიჯაკაძე გაიგე მაგრამ ჩვენ კიდევ ვაგზელებდით იმას ბრძოლებს უკვე რაფი იწვება ჩვენ ორი გარეთა ვართ უკვე და აი ბუჩქებში და იმეებში სადღაც 20-30 მეტრაში მიდის მაგრამ ეხა ეს ჩვენი შეხედულებით ესია მაგრამ იმათ ისინი დამოკაზე მოდიან და იმათმა ხო არ იცოდნენ ეხა მამუკა და ზვიადი რომელ ბუჩქებში იყო და რომელი სად იყო მაგრამ მიმდინარეობდა რაღაცეები და საბოლოოდ ჩაიწვდნენ იქ ის ტრუპები და მასე მორჩავს უგზო-უკვლოდ არის იმის მე გაგრის დაცემას 700-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რომლის დიდი ნაწილი მშვიდობიან მოსახლეობას წარმოადგენდა. ჩვენ ახლობლებს, შეიძლება ახალ წელს ვერ ჩავიდეთ სახში, მაგრამ აქედანვე წინასწარ სიმღერით ერთ მრავალჯამიერით ულოცავთ ახალ წელს. ხოდა მაღალ წელს. მეგახლავართ იეგო მელაშვილი, აფხაზეთის ომის ვეტერანი. თეთრიარწივის საარტილერიო დივიზიონში მსახურობდით და გვიწევდა აფხაზეთის კონფლიქტის დროს ომიდან მოღვაწეობა. თბილისის ბრიგადის არტ დივიზიონის წევრები. შემოკლებით ასე ვთქვათ, თუ გინდათ ვინმეს მოგნება უნდა გვეძახიან არტ მუს ფიზ დივიზიონს. მე თვითონ ფიზიკოსი ვარ და უნივერსიტეტში მაშინ ფიზიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი ძმაკაცების მეომრების რომელმაც ჩამოაყალიბეს არტილერია ისინი სტუდენტები იყვნენ და უმთავრესობა ფიზიკოსები იყვნენ. თან აღსანიშნავია რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მომღერლები ვიყავით. მიმართეთ ბატონ გია ყარყარაშვილის თეთრიარწივის საარტილერიო დივიზიონში გსურდა გაწევრიანება. როცა გაიგო გიამ რომ სტუდენტები ვიყავით, უმთავრესობა კიდე ფიზიკოსები ვიყავით, აი ძალზე დიდი თხოვნა იყო რომ ებიჭო, რადგინა თქვენი ჯარში
პატარა артиლერია ჩავამეყალებთ, რომელიც იქნება უშუალოდ თეთრი არწივის დაქვემდებარებაში და ასეთ შეიქმნა პირველად თეთრი არწივის артиლერიო დივიზიონი. артиლერია ბოგბაინი, ათიმა ბოგ артиლერია. საკმაოდ საინტერესო შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული ჩვენი დივიზიონი, სადაც არა მარტო ქართველები, არამედ სხვა ეროვნების ხალხიც იბრძოდა და მე ძალიან მინდა გამოვყო ჩვენი სომეხი ძმების ცხოვრება და თავდადება თუ როგორ იბრძოდა. ჯერ მარტო შესაძლებლად ისიც გმარა რომ 30 კაციდან 3 სომეხი არის დაღუპული. ეს 10% არის ხახუმა. ეს არ არის პატარა რიცხვი. ლევან ავაკოვი. მძღოლი იყო პროფესიითა და პროფესიონალი მძღოლი, ყველა შენაერთისთვის ეს საუნჯეს არ მოადგენდა და კარგი მძღოლი ყველასთვის სანატრელი იყო. ლევან ავაკოვი ჩამოვიდა, ჩამოგვიტანა ტექნიკა და მაგას საერთოდ არ ევალებოდა დარჩენა. მაგრამ პირველივე დღიდან, როგორც კი ასე ვთქვათ, გაიცნო ჩვენი შემადგენლობა, ჩაგვეხუტა, ჩაგვიალერსა და აღარ წავიდა, всё, მორჩ დარჩა იქ საუბრად რა. მუშაობის დროს როცა артиლერია მუშაობდა, გამოვიდა ერთ-ერთი შენაერთი კავშირზე და რაციაზე გვეუბნებოდა რომ დაჭრილები და დაყოფილები ყავენ და იქნება მოგვეშველოთ, მოგვეხმაროთ, იმიტომ რომ ზოგიერთი ძალზე ძიმე დაჭრილი არის. რაციაზე მოსმენილი ამბავი ყველაფერი გავაანალიზეთ და ლევან ავაკოვის იცოდა რა ჩვენ გვერდზე. მე ვიცი ბიჭებო, სადაც არიან ეგენი, მე უშველი, მე გამოვიყვან მაქალს და თქვენ артиლერია არ გააჭერო. აი, იმისანა ვაშკაცული სულის იყო ჩემი ლევანი. შემოაფრინდა ამ მანქანასა და ხმის ამოღებდა, აი ვერ მოვასწარეთ, ვეღარაფერი ვეღარ მოვასწარეთ. აი მოწყვიტა ადგილიდან და ერთი რაც დავინახე, ახლმახლოში ხეები რო იყო, ფოთლები ირხეოდა ამ მანქანის ქარით და ნიავით, იმ დონეზე მიაგებდა რა ამ მანქანას. ნუ გადავეცით ამ შენაერთს რომ ყველაზე ახლოს ჩვენ ვიყავით მასთან და დამხმარე მოდიოდა და უთხარით რომ ურალი მოდის თქვა და აუ იქიდან ურალი აქ ვერ მოვა, იმხელა ცეცხლია გახსნელი. აუ ვერ ამოახდეთ, არა ცოცხალი აქამდე ვერ მოვა და რამდენიმე წუთში მოგდის ხმა რომ ეს ვიყოლიათო ბიჭო артиლერისტებსო რა. ძღოლმა ის დაინახა რომ იქ თუ შევიდა ცხვირი შეიძლება ვეღარ გამოვიდეს მე ეს მარტივად რა და მანამდე გააკეთა მანევრი და უაღრესად დიდი სიჩქარით შევარ და პირდაპირ დაჭირვებს მიუყენა ეს მანქანა და ვიყოლიათ ბიჭო ეს артиლერისტებს და მე შევეკითხეთ რომ ბიჭო როგორ არის კაცო ან როგორ მოვიდა და ბიჭო უკვე წამოსული არისო მისვლას მოასწრო წამოსვლაცა და უკვე დავინახეთო გზა რომ ისეთი ადგილები გაიარა კიდე გავიდა მანქანა მშვიდობით გააღწიაო. უდიდესი ბუმბერაზი გულის და სულისკვეთების ადამიანი იყო ჩემი ლევანი სამწუხაროდ დაიღუპა და აი დაიღუპა ერთ-ერთი პირველი ჩვენი დივიზიონიდან აი უძლიერესი სულისკვეთების ბიჭი. გავლილი გზა ავიცი რო ვიხსენებ ძალიან მიგვი რანაირად გადავჭი ისეთ სიტუაციაში ვყოფილი ვარ რომ ტყვეებისგან თავიც ვერ აგიწევია. ბევრი ისეთი საქციელი გამიკეთებია რომ იქიდან ცოცხალი არ უნდა გამოსულიყავი. მაშინ ვიყავი მე 16 წლის, იმიტომ რომ 17 წლის მე გავხდი უკვე გალის ხიდზე პირველ დღეს, როდესაც რასაც ქვია საომარ ვითარებაში მოხდი. არა სამოქალაქო, იმინა საომარში, რომ მინამიოტებისგან წამოვიდა ცეცხლი აფხაზების ხვრიდან და ეს როლა ის რაღაცა და გალის ხიდზე გავხდი 17 წლის. და ისეთი ხალხის გვერდში ვიბრძოდი, მინდა აღნიშნო, გენი იყვნენ მაშინ ჩემზე ბევრად უფროსები. ბევრს მეხმარებოდნენ, იმიტომ რომ ყველაზე პატარა წლოვანობით მე ვიყავი მაგათში. მალიშას მეძახოდნენ, რადგან პატარა ვიყავი. კობა კობალაძე, აკია ბარბაკაძე, მე ავაზის მეთაური ტრისტანა წითელაშვილი, მაგასთანაც მომიწია მე ბატალიონში ყოფნა. გოჯა ღარღარაშვილთან მომიწია გაგრაში ყოფნა, გაგრაში მეორე დამჭრეს. გაგრაში რო ვიყავით იქ იყო სომხური სოფელი და შემთხვევით პროსტო 4 კაცი ვიყავით და დავადექით. შავნაბადის ბატალიონში ვიყავი მაშინ. ცარელა სოფელი იყო და უცბად იქიდან აქედან გამოჩნდნენ შეერაღებული ხალხი. 1-20-30 კაცი. როდესაც მოგვიახლოვდნენ, აბა ვინ ახართ, რა ხართ, რამე რო გაიგეს რო
გვარდია ვარ რაღაცა საბუთებიც ჰქონდა შეამოწმეს. ჩემი გვარი წაიკითხა ერთმან და ერემიანი ხარო? ო მეთქი და სომეხი ხარო? ო მეთქი. ამოიღო თავის საბუთი და მანახა და თვითონაც ჩემი მოგვარე იყო. სხვათა შორის მაშინ გავიგე რომ ჩემი მოგვარეები აფხაზეთში მლომად არიან. ო და მარტო 17 კაცი ცხოვრობდა მაგ სოფელში. მაგათი მეტაური მოვიდა რაღაცა ვილაპარაკე და მაგან შემეკითხა შენ რატო ომოფო ქართველების ხარესო? იმიტომ რომ მეთქი მე დავიბადე საქართველოში, გავიზარდე მეთქი და ჩემი სახლია საქართველო. ო და აი როგორ შენ ომობო და იცავო ეგრე მე ვიცავ ჩემს სახლს. მე კიდე აქა ვარო დაბადებული და გაზრდილიო და მე კიდე ჩემს სახლს ვიცავ. იარაღები დატოვეთ და ისე წადითო. მე ვთხარი არა, იარაღს არ დავტოვებთ. მაშინო ტყუები დაგვიტოვეთო და цаრილა იარაღი წადი რომ დავწმუნდეთო რომ არ გვესურეთო რა. და ტყუები პოლნი ბოეკომპლექტი რაც ქონდა 4-4 5-5 აბოიმა მეტი არ ქონდა. დავყარეთ და გამოვედით სამშვიდობოს, არანაირი არც ის ქონდა, არც ისა. რა ვიცი, შეიძლება მაგანაც გვიშველა, რავი, მე მუხამ კი მითხრა, მე სარწიველი ვინც მყავდა ჩემი მაშინდელი ძმაკაცი, რომ სომეხ მე მგონი იმიტომ გადარჩით, რომ თანამოგვარეები ხართ თუ დაგხოცავდნენ აკაო. ომის დაწყებამდე ვიყავი სოხუმის რაიონის სოფელ ახალშენის სკოლის დირექტორი, პედაგოგი ვარ, პროფესიით მათემატიკოსი. ვასწავლეთი ბავშვებს, ვდიდი, ჩვენი სკოლა იყო რუსულ-ქართული, სწავლობდნენ ქართველები, ბერძნები, სომხები, მრავალეროვანი სკოლა იყო და შემდგომში სამწუხაროდ ჩემი მოსწავლეები იბრძოდნენ საქართველოს მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. და დაიღუპა რამოდენიმე. ჩვენი ასეული იყო პირველი, რომელიც შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობისგან, სუგუროვკის ასეული დაერქვა, იმიტომ რომ სიმაღლე იყო სუგუროვკის და ვაკონტროლებდით იაშტურხისა და ბერცხის მთებს. ანდრო პირველი დღიდანვე შემოვერთდა ჩვენ ასეულს. Много раз отстреливался. Ребята помогали, Зарко пришел, ленту заправлял. И с той стороны начали с гранатометов. Заметили, мы сильно мешали им подходом. Снайпера начали работать. ჩვენი ანდრომ გამოიჩინა რაღაცა უაღრესი დიდი პატრიოტიზმი თავდადება და თან ცოდნა საქმის. იმიტომ რომ ერთადერთი პოსტი აიღო მტერმა და შემოახსია პოზიციებისკენ, მაგრამ ანდრომ გაანადგურა მტერი. დავაი, ო. Снайпер. За мной начал охотиться. მაქმე ჩანაწერები რუსების მიერ გამოიწვიეს ორი სნაიპერი. რომ როგორმე გაინადგურებინა ანდრო. Пулеметчика надо уничтожить. Пулеметчика надо уничтожить. და ეს ორი სნაიპერი ღამე მერე გადმოიყვანეს, ჩასაფრებაზე მოახდინეს, გათენდა. ანდროს უცქვიტი და ეგრეთი იყო და რაღაცა შეუმჩნევია. გამოსულა ცოტა გამოხედია, ხედავს სნაიპერი ზის ხეზე. ხოდა რომ მიუჯდა პოლიმოს და ამ დროს сნაიპერმა პირდაპირ შუბში ესროლა და მოარტყა. Помню, что вышел с блиндажа на улицу, лег на землю, на спину лег, и ребята все начали кричать: Андрю, дожили, дожили, и не помню, оказывается, меня спустили вниз, поймали машину, посадили в машину, отправили в республиканскую больницу. Zaza Davladze, ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვწოლობდი თეთრი არწივის საარტილერიო დივიზიონთან ერთად. დივიზიონის ჩამოყალიბებიდან ომის დამთავრებამდე. თეთრი არწივის სადაზვერვო ასეულში ვიყავი, მანამდე. ეს ეკიპაჟი იყო ესეთი ორი დათო, ჩემი ახლობლები.
რომელიც არტილერისტებთან მეგობრობდნენ თან და წამოდიო თაფლი აქვს ბიჭებსო. იაგოს სადღაც უდახკია სკა და გამოუხდია თაფლი. მივედი ნახე დიდი ქვაბით თაფლია, ხო და მეთქი მე აქედან აღარ წავალ და დავრჩი დივიზიონში. არა ეს ხუმრობით, იმიტომ რომ ბიჭები ჩვენი ახლობლები იყვნენ, უმეტესობა სტუდენტობიდან ვიცნობდი და მე დავრჩი დივიზიონში და არტილერია უფრო საინტერესოა. როდესაც არტილერია შეიქმნა, ჩვენ არტილერია შემოემატა ორი სომეხი პიროვნება, ერთ-ერთი მათ შორის რუდი ხაჩატორიანი იყო და ისინი იყვნენ ძველი საბჭოეთის ჯარის დესანტები. რო შეხედავდი ორივეს, ხო, აი უძლიერესი სპორტული აღნაგობის და ფიგურის ხალხი იყვნენ და აი ვიცი ახლა ანატომია თუ ასე დაინტერესებდა კუნთების აგებულება ამ ორივე ადამიანს უძლიერეს ფიზიკური აგებულება ჰქონდათ. ეს როგორი ურთიერთობები იყო, რა დიდი პატივისცემა, სიყვარული, სამშობლოსთვის უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ეს უნდა გენახა. ამის გადმოცემა არ შეიძლება. ჯუდიკა გავიცანი, იმიტომ რომ სნარიადების იყო გასაწმენდი, რაღაც ეგეთი თემა იყო, ეს მოვიდა, რაღაც ისეთი საქმიანი მასე იყო. რუდიკა სასწაული კაცი იყო, რუდიკა, რაღაც საოცარი იუმორი ჰქონდა. რუდიკა მარცხენა მხარეს მუშაობდა თავისი ნავთქორწინით, მეორე სომეხი კიდე ჩვენ მხარეზე მოყვა, ახლა ჩვენ დაცვაზე უფრო ვიყავით ორიენტირებული. და ისეთი სიბნელე იყო, რომ ნაპერწკლები გაზიოდა ბიჭო ამ ტყვიისგან და ტყვია რო ხდებოდა გზას ნაპერწკლები წვიოდა ამ გზასა და უძლიერეს ცეცხლის ქვეშ ვიყავით და ახლა ეს ორი ნაწილი კი ერთმანეთში კი ვსაუბრობთ, მაგრამ ნაწილი გზის მარცხენა მხარეს ავარ, ნაწილი გზის მარჯვენა მხარეს და მოკლე სახელოებიანიც იყო რუდიკა მაშინ და ამუშავებდა ნავთქორსა და მეორე სომეხს მიმართა, რომ ბუშლად პადაი პაჟალუსა რომ შეცივდა ახლა რა და ეს იყო 100%-იან სიკვდილზე უშვებდა და აგვივარდა ბიჭებს სიცილე რომ ახლა როგორ საქმე არის ახლა ამ სიტუაციაში ვერ გადახვალ. არაცია არც ამ სომეხმა არც აცხელა და ესე ავტომატურად წამოაგო ბუშლატი და აფოფხდეს გზახო შემაღლებული იყო. და ესე აფოფხდა ცოტა ამ გზაზე და ესე აწია ავტომატით ბუშლატი და ნა რუდოჯან ბერი და როგორც კი აწია ეს ბუშლატი ხო? 3 თვე მაშინვე მოხდა ეს ბამბა და რაღაცები ჩინგი რაც ყოდა გააყრევინა ამ ბუშლატს. დღეს კი ვიხსენებთ იუმორით, მაგრამ აღარ არიან ბევრი ბიჭები და ძალზე სამწუხაროა ამის გახსენება ჩვენთვის. ყავდა ერთი ეროვნებით სომეხი ბიჭი ვანო სააკიანი. აი მოტორიზებული ტექნიკაში ერკვეოდა ბრწყინვალეთ რა. ვანიკა იყო ბიჭო სასაულის ჰქონდა ტექნიკასთან დამოკიდებულება, რა ვიცი, შეეძლო ახლა დამდგარიყო და რაღაცისგან მანქანა აეწყო. საველე პირობებში შეეძლო ბოლომდე დაეშალა მანქანა აეწყო, გაერემონტებინა და ჩვენ დივიზიონს კი არა გაცდა სახელი ჩვენ დივიზიონს, ჩემი ვანიჩკაც და სოხუმიდან მოყავდა ხალხს მანქანები რომ გაერემონტებინა. მოტორიზებული ტექნიკიდან ერთ-ერთი მანქანა დაგვიზიანდა. კერძოდ მატორი გაუფუჭდა. საჭირო იყო ამ მანქანის გარემონტება. ურალი იყო გაფუჭებული ვანიკასი და ამ ურალის გარეშე არტილერია თუ არ გადაადგილე, თუ სნარიადი არ მეიტანე, ჩათვალე მკვდარი ხარ. გამოდგა რომ ძრავი ნორმალურია და ამ ძრავის გამოყენება შეიძლება მეორე მანქანა რო გავარემონტოთ. რაციაზე ისმოდა თემურის ხმა რომ აგაესით გამოდით და დამეხმარეთ. აგაესი ავიკიდე და წავედი რა იქ. უცებ მესმის რა ისმის რაციაზე ხმა რომ დივიზიონი არის ალყაშიო. და მერე დამარტყა თავში რომ ესენი უნდა შესულიყვნენ იმ ურალის გამოსატანიც. მერე დამარტყა თავში, აი მერე რომ ურალის გამოსათრევად და როდესაც ჩვენი ბიჭები ავიდნენ ამ ურალის გამოსათრევად, აიყვანეს ტექნიკა რომ ეს ურალი ბუქსირით გამოეყვანათ, უდიდესი შეერაღებული ძალა დახვდათ იქ ამ ბიჭებს. შეუშვეს შიგნი და მეორე უკან უკვე აღარ გამოუშვეს ამისთან და ასე ვთქვათ ხაფაკში მოყვნენ რა. ბროილებული მანქანით მოდიოდა ჩვენების. წავედი რა, ნუ ბიჭებთან და შევედი მე ალყაში. შევედი და ნუ აფეთქთა რა ეს მანქანა. ხო და მე გადამაგდო წნევამ ჩაის ბუჩქებში. მე არაფერი არ მახსოვს მის მერე. აი ამ ბრძოლის დროს შეიძლება ითქვას რომ მართლა აი უთანასწორო ბრძოლის დროს დაგვეყופה ძალზედ ბევრი ბიჭები. მათ შორის ეს ვანო სააკიანიც იქ დაიღუპა და დაიღუპა რუდი ხაჩატორიანიც. რუდი გადაჭრილა პირველი. ფეხში დაიჭრა ისე რომ არტერიული სისხლი ასხავდა და კი გადაუჭირეს ბიჭებმა, კი რაღაცა ადგილობრივი დახმარება გაუწიეს, მაგრამ ნუ ამისთან დროს საჩქარო ჰოსპიტალიზაცია არის. საჭირო ეხოცებოდა რუდი გადამტოვე და წადიო, მაგრამ ერთი ტყვია დამიტოვეთო და წადით.
რუდიკამ აიხსნა მთელი შეერაღება რა თქონდა და ბიჭებს ესროლა რომ ესო თქვენო ყველაფერიო და ავტომატში დატოვო ერთი ტყვია და ავტომატ ასტავტეო რა. თუჯო ახლა რუდიკას რომ სხვანაირი საქციელი არც ეკნებოდა რუდიკას. ტამიშის დესანტის წინააღმდეგ გამარჯვება ქართული სამხედრო შენაერთების ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი მომენტი გამოდგა. თუმცა ამ გამარჯვებას დიდი ფასი ჰქონდა. რამდენიმე დღიანი ბრძოლების შედეგად 250-მდე ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მე ვარ ლევა ასატრიანი, საჯისანტო მოერიშის ბატალიონის კაპიტანი. თამაზ თეიმურაზოვი, თეთრი არწივის სადესანტო მოერიშის ბატალიონის მებრძოლი, აფხაზეთის სამაჩაბლოს ვეტერანი. გიორგი ელიბეგოვი, ბატალიონი ავაზა, სამվել მაკოევი. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. ორ პოზიციური ომები იყო, მაგრამ იყო ზოგი სიტუაცია მონაწილეობა მივიღე განთქმულ ტამიშის დესანტის მოვლენებში. უბრალოდ დიდი სიამაყე იყო იმისა, რომ ისეთი მომზადებული ქვედანაყოფები ადამიანებმა შევძელით და შევიკავეთ. რაც გეგმა ჰქონდათ ჩასახული, ის გეგმები არ გამახორციელებინათ. მით უმეტეს შეიარაღებული და ეკიპირება ჰქონდათ სრული. სრული შეიარაღება და ეკიპირება ჰქონდათ. ჩვენ კიდე უბრალოდ სომალის პარტიზანები ვით რა. არავითარი ეკიპირება არ ჰქონდა, მარტო ავტომატი და ტყვიამფრენი. პირველი დღე ჩამოვედით აგუძერაში გაგვანაწილეს თეთრი არწივში ვიყავი მაშინ. აირჩიეს იქ ცალკე დშბ-ს ბიჭები, გადაგვიყვანეს ბაბუშერაში. და ბაბუშერაში ვიყავით, ჩამოვიდა რუსის დესანტი, პირველი შეხვედრა ჩვენ ვიყავით, სადესანტო მოერიშის ბატალიონი. სულ ყველაზე ცუდი მოვლენა რაც მახსენდება, ეგ იყო 2 ივლისი ტამიშის დესანტის გადმოსხმის დღე. ალყაში მოიქცა მთელი ოჩამჩირე სოხუმი. ძალიან ბევრი დაიღუპა მაშინ ჩვენები. რუსის დესანტი იყო. გამთენია რომ კავკასიაში აგვიტეხეს. ტამიში დესანტი გადმოსხეს. მივუახლოვდით ტამიშთან ბარზე იდგა და იქიდან ტყვია წამალს ცლიდნენ, ლაპარაკობდნენ და პირველი მივდიოდი და მე დავინახე დესანტი. რუსის რო უკვე პოზიციები დაკავებული ჰქონდათ, ბიჭები გავაჩერე რაღაცა და ეგრე 15 მეტრაში სადღაც ველაპარაკებოდი მაგ რუსსა რა. წავიდა მერე დაგადუგი. იქ დავიჭერი სნაიპერმა ხელში გამარტა და მომხსნა წრივიდან. 39 კაცი დავიჭრის ეგ პასტროლიკები დაგვაყარეს. შეცდომა იყო ჩვენი დაზვერვის გამოეპარათ. ზღვის ხრიდან შემოვიდნენ, გადმოსვეს, მთელი ღამე მუშაობდნენ. გადმოსვეს ბარჟიდან დესანტი. ხელად მოაქციეს ტამიში ოჩამჩირი ალყაში. უკან რო გამოდიოდნენ ბიჭები, აი მაგ დროს შეიხოცას ყველაზე ბევრი პიტომნიკთან. მან დაკარგა ავაზამ ძალიან ბევრი მებრძოლი. თუშეთის ბატალიონის ბიჭები ძალიან ბევრი დაიღუპა მან. ჩვენ რო შევდიოდით, გზაში შეხვდა თელავის ბატალიონელი, თუ თუშეთის ბატალიონი თავში იყო დაჭრილი და ბატალიონი აღარ არისო. თელავის ბატალიონი იყო. ან თუშეთი ან თელავის ბატალიონი იყო, ეგორი ბატალიონი. თუშეთის ბატალიონი 69 კაცი დაკარგა მაგ დღეს. რაღაც საათების თუშეთმა რაღაც 80 კაცი. შავნაბადას ყავდა ძალიან დიდი დაჭრილება, შავნაბადეს ტერიტორია ვერ მივიდნენ. ვერ მივიდნენ უბრალოდ ვერ აიღეს, იმათ პოზიციებთან მაღლა იყო შავნაბადა. კარგად მომზადებული ჰქონდათ პოზიციები და გაუძლეს, გადაიტანეს. დაიჭრა ძალიან კაი ბიჭი იყო. მართლმაცხონოს ლესიკა დანელია. თავი აიფეთქა არუჟეიკაში, სადაც ნაღმები რამე ყველაფერი იყო. ანუ დაჭრილი იყო ფეხებში, ვერ გამოვიყვანდით მაგას ვერანაირად. უკვე ნახარ რომ всё, უკვე შანსი არ არის. ორივე ფეხში იყო დაჭრილი.
ლიმონკა გახსნა და აიფეთქა თავი, მთელი არუჟეიკა აფეთქა ტამიჟზე. აი მახსენდება ანდრო ნარიმანოვი 16 წლის ბავშვი იყო. ესე იგი აი მაგ დისანტის ტამიჟის დისანტის დროს გადმორბოდა ღობედან გადმოხდა და მან დაიღუპა. მან მოხდა ტყვია. გარდოკირვარი მან ცხოვრობდა. ობოლი ბავშვი იყო, არც დედა ყავდა, არც მამა. ბებიას დიდა გადმოვასვენეთ. ყველაზე ერთ საშიში ის იყო, სამში რო უკვე დავიწყეთ ტამიჟის შტურმი, ისევ დაბრუნება. 27 გვამი ამოვიღეთ ერთი საფლავიდან. ანუ ბიჭები იყვნენ ბულდოზერით დამარხული, რა გადაჭყლეტილი ყველა ერთად. ზოგი დამარხული არც იყო, ნახევრად იყო დამარხული, პროსტო მიწა ჰქონდა მიყრილი. ბულდოზერით მიაყარეს. აი საშინელება არ დამოვიწყდება, აი თვალწინ ამაქვს ყოველთვის. 4-ში უკვე დავიბრუნეთ ისევ ტამიჟში. მხედრიონი შემოვიდა, შემოიყვანეს ისევ. სხვათა შორის ქობალიას ბიჭები ძალიან კარგად ომობდნენ, ვაჟკაცურად ომობდნენ, მინდა აღვნიშნო, ეგენიც შემოვიდნენ. 5-ში უკვე შეუტიეთ უკვე ძალები მოგვემატა, მომატებული ძალები შეუტიეთ და გავალით სოხუმამდე გავედით რა. აი იყო ძირითადი.